გამარჯობა, დღეს ისეთი ფინო უნდა წარმოგიდგინოთ, მე რომ ძალიან მიყვარს. ეს არის მისაღების სივრცე, აღნიშნავ იმას, რომ აქ გვაქვს რომაული ფარდები. თუმცა არის დიდი ვიტრაჟები, ფრანგული აივნები, შესაბამისად ძალიან ნათელი ოთახია. ჭერის სიმაღლე გვაქვს 3 მეტრი და 20 სანტიმეტრი. მოკლედ, პრაქტიკულად ცალკე არის მისაღები. ახლა კი ვნახოთ სამზარეულოს უჯრედი. ჭაღზე გავამახვილებდი ყურადღებას სამმაგი აბრეშუმი, ასევე ვაგიდაზე, რომელიც იშლება და სურვილისამე პატარავდება. ეს კი არის სამზარეულო. სამზარეულოში მომწონს ეს ინდუქციური, რომელსაც აქვს ჩაშენებული თავისი გამწვავი სისტემა და შესაბამისად ზედა მხარე გვაქვს სულ თავისუფალი და ესეთი ლამაზი არაჩვეულებრივი დეკორით გამოწყობილი და ფილა არის კერამოგრანიტი. აქედაც სათავსოებია, მეორე მხარესაც სათავსოებია და ჩაშენებული არის ყველაფერი, სხვათა შორის ტექნიკაც მაღალი ხარისხის არის. გავამახვილებდი გათბობის სისტემაზე ყურადღებას, ახლა კი გავიდეთ აივანზე. აივანზე პატარ-პატარა ზედმეტი ნივთებია, იქიდან გამომდინარე, რომ მესაკუთრე ეხლა ამ ეტაპზე აქ არ ცხოვრობს და შესაბამისად ამ ყველაფერს სჭირდება პატარა კარა და ვფიქრობ ერთადერთი რაც ამ სახლში მაკლი არის ეს დეტალი. აქეთ კი სიწყნარეზე თქვენმა გაამახვილებთ ყურადღებას. მიმყოფებით კრწანიში ნამდვილად სუფთა ჰაერია და ეს არის თბილისის ერთი საკმაოდ დიდი და პრესტიჟული უბანი. ეხლა კი წავედით აქეთ. შემოსასვლელი თავისი კარადით ძალიან მოწონს მოლდინგები, როგორც არის გამოყენებული, გამოკვეთილი, აქ გვაქვს საკმაოდ დიდი ფართობი, შესაბამისად არ არის ვიწრო სივრცე. საძინებელი თავისი ფრანგული აივნით, აქაც გავამახვილებ ჭაღებზე ყურადღებას და ასევე კარადაზე, განათებები ყველგან არის იდეალურად. ეს კი კიდევ ერთი საძინებელი, აქაც ნახეთ რა სილამაზე გვხვდება და შეხედეთ, ესე მთლიანად არის აბსოლუტურად ყველგან ტევადი კარადა. მოკლედ ეს უძრავი ქონება ქირავდება, სამწუხაროდ არ იყიდება, თუმცა თქვენ შეგიძლიათ, რომ ის იქირაოთ, დაგვრჩა მხოლოდ და მხოლოდ სველი წერტილი და სველი წერტილიც გამოიყურება, ესე რა თქმა უნდა, ინტეგრირებული მექანიზმი. აქეთ კი გვაქვს სამრეცხაო და საშრობის სივრცე. უკანზეც გავამახვილებდი ყურადღებას და საკმაოდ დიდი სარკია. მოკლედ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, თქვენ კი აუცილებლად ვიდეოს კომენტარებში დამიწერეთ, მოგწონთ თუ არა ჩემნაირად ეს გამორჩეული ბინადროებით.